მოგესალმებით. დღეს ნიუტონის კანონებზე ვისაუბრებთ. პირველი კანონი დავიწყოთ. ეგრეთ წოდებული ინერციის კანონია ეს. ხომ? ეს კანონი გვეუბნება, რომ თუ სხეულზე მოქმედი ძალები ერთმანეთს აბათილებენ, აწონასწორებენ, ან საერთოდ არ მოქმედებენ სხეულზე ძალები, ხო? მაშინ ასეთ სხეულის სიჩქარეს არ იცვლის. ესე იგი, ან უძრავია, ან მოძრაობს წრფივად და თანაბრად. ესე იგი, ისეთი სხეული, რომელზეც ახლა არც ერთი ძალა არ მოქმედებს, ასეთი სხეულის პოვნა, ჩვენ გაგვიჭირდება ნამდვილად და ნახოთ ახლა სხეულზე მოქმედი ძალები, აი განვიხილოთ, თქვა, აი ბურთი ავიღოთ, ან სკამი ავიღოთ, თქვა. ეს ახლა ეს ბურთი მოძრაობაშია დახატული. თქვა, თუ თანაბრად მოძრაობს, ან გნებავთ, უძრავია, ხო? მაშინ ამ ბურთზე რა თქმა უნდა მოქმედებს სიმძიმის ძალა 1mg. აგრეთვე სიმძიმის ძალის გარდა მოქმედებს აი საყრდენის, რასაც მიგორავს იატაკზე არის ახლა ეს ბურთი, ხო, თქვა და ეს რეაქციის ძალა. ხო? ნუ ინერციით მოძრაობს ახლა ეს და მასზე წესით ხახუნის ძალაც უნდა მოქმედებდეს, მაგრამ ხო, რა თქმა უნდა მოქმედებს ისე წოდებული გორვის ხახუნის ძალა, F ხახუნი. ხახუნი ეს ენი არის და მოქმედებს კიდე დაუშვათ წევის ძალა. ხომ? ძალით ეწევიან თქვა ამ ბურთს წარმოვიდგინოთ, ხომ? თორე სხვანაირად თუ აი ეს სამი ძალა მოქმედებს მარტო, მაშინ ის სიჩქარეს ვერ შეინარჩუნებს. ხომ? აი იმ შემთხვევაში თუ ხახუნის ძალას გამოვრიცხავთ, ხო, მაშინ შეუძლია სიჩქარის შენარჩუნება. ესე იგი, სხეულზე როგორც ხედავთ, რამდენიმე ძალა მოქმედებს, აი დაუშვათ ეს წევის ძალაც შევთვალოთ, რომ მოქმედებს. და თუ ეს აი 4 ძალა მოქმედებს, რომელთა ჯამი, ასე ვთქვათ, ვექტორული ჯამი, ანუ ძალთა ტოლქმედი გამოვა 0-ის ტოლი, მაშინ სხეული შეინარჩუნებს თავის სიჩქარეს. ესე იგი, ან უძრავი დარჩება, აი როგორც ეს სკამი, ხო, თუ მასზე მოქმედი ძალები, ჯამი, ვექტორული ჯამი იქნება 0-ის ტოლი, მაშინ ეს სკამი დარჩება უძრავი, მაგრამ თუ ძალების ჯამი 0-ის ტოლი არ არის, მაშინ უკვე ეს სხეული დაიწყებს მოძრაობას. ეს ყველაფერი არის ნიუტონის პირველი კანონი. და თან კიდევ უნდა გავუშვათ ხაზი, რომ ეს კანონი, ისევე როგორც სხვა კანონები ნიუტონისა, სრულდება მხოლოდ და მხოლოდ ათვლის ინერციულ სისტემებში. ესე იგი, ისეთ სისტემებში, რომლებიც თავის მხრივ, ასე ვთქვათ, ან თანაბრად მოძრაობენ, თქვათ მზის სისტემის მიმართ, იმიტომ მზის სისტემას ჩვენ ვამბობთ, რომ არის მზესთან დაკავშირებული ათვლის სისტემა არის ინერციული სისტემა. ნუ დედამიწასთან დაკავშირებული ათვლის სისტემასაც ვთვლით, რომ ინერციული სისტემაა, როდესაც აქ განვიხილავთ დედამიწაზე მიმდინარე მოვლენებს, ამრიგად ისეთი სისტემები, რომელიც დედამიწის მიმართ უძრავი არის, უძრავად არის დაკავშირებული, ან და კიდე დედამიწის მიმართ თანაბრად მოძრაობენ, ხო? აი ესეთი სისტემების მიმართ სრულდება აი ეს ნიუტონის პირველი კანონი. ნუ კანონი რა შემდგომარეობს, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, სხეულზე მოქმედი ძალების ჯამი, ამ თუ ძალთა ტოლქმედი, F-ით აღვნიშნოთ ეს ძალთა ტოლქმედი, F-ი, თუ არის 0-ის ტოლი, თუ ეს F-ი არის 0, მაშინ სხეულის აჩქარება არის 0-ის ტოლი. ანუ სხეულის სიჩქარეს არ იცვლის. მისი სიჩქარე მუდმივია. მისი სიჩქარე არ იცვლება არც რაოდენობრივად, არც მიმართულებით არ იცვლება. ანუ უძრავია სხეული, უძრავი რჩება, ან და კიდე მოძრაობს წრფივად და თანაბრად. ახლა ნახოთ მეორე კანონი ნიუტონისა. დაუშვოთ მეორე კანონში როგორი სიტუაცია ახლა. ძალა უკვე 0-ის ტოლი აღარ არის. თუ ახლა F-ი არ არის 0-ის ტოლი, მაშინ აჩქარებაც არ არის 0-ის ტოლი. სხეულის სიჩქარე იცვლება უკვე. ესე იგი, ძალა, რომელიც ძალათა ტოლქმედი თუ 0-ის ტოლი არ არის, იწევს სხეულის აჩქარებას, მის სიჩქარეს ცვლილებას, ან შემცირებას სიჩქარესა, ან გაზდას. ორივე შემთხვევაში მოძრაობას აჩქარებულს უწევს. და ეს აჩქარება, ასე ვთქვათ, ძალის მიერ გამოწვეული, F ძალის მიერ გამოწვეული აჩქარება პირდაპირ პროპორციულია თვითონ ძალის სიდიდის და უკუპროპორციულია სხეულის მასის. რაც უფრო დიდი მასისაა სხეული, მისი სიჩქარე უფრო ნაკლებად იცვლება ერთდაგივე ძალის მოქმედებით, ანუ აჩქარება უფრო ნაკლებია დიდი მასის შემთხვევაში. ხო. ეს გახლავთ ნიუტონის მეორე კანონი. ნუ ეს კანონს სხვანაირადაც ხშირად აი ესე წერენ ხოლმე, ესეთნაირად, F-ი უდრის M-ას, მაგრამ ეს კანონი არ არის და აი კანონის ფორმა რომ ირჩევთ, აი ესე ჩანაწერს. 100 ნაცვლად მოდი ჩავწეროთ ვესმენს ვენოლის შეფარდებული ტესტთან, ხო? ესე იგი აი ესე ჩაიწერება ეს M-ი, გავამბობთ, აჩქარების თავისი მნიშვნელობა ხო აქვს ვესმენს ვენოლი შეფარდებული დროსთან, ტესტთან, ესე. ეს ფრხილებში ჩავსვათ ესე და F-ი უდრის M-ას, ხო? აი ესეთი რაღაცა და აქედან ახლა ვიყურეთ F-ი გავამრავლოთ ტეზე. ორივე მხარე ტეზე გავამრავლოთ რა. აქ ამ მხარეს მარცხენა მხარეს გვექნება ძალის ნამრავლი დროზე
ხოლო მარჯვენა მხარეს იქნება თუ გავხსნით ფრხილებს mv-ს მინუს mv0. ეს როგორც ვიცით არის სხეულის იმპულსის ცვლილება. ამრიგად ძალა იწვევს სხეულის სიჩქარის ცვლილებას, შესაბამისად იწვევს რა თქმა უნდა სხეულის იმპულსის ცვლილებას და ძალის ნამრავლი მისი მოქმედების დროზე არის სხეულის იმპულსის ცვლილების ტოლი. ამ ძალის ნამრავლს მისი მოქმედების დროზე ქვია ძალის იმპულსი. ეს თვითონ ძალის იმპულსი ძალიან მნიშვნელოვანი სიდიდეა. და ნიუტონის მეორე კანონი არის ფაქტიურად აი ესეც რა, ესეთ ჩანაწერი. ესეც ნიუტონის მეორე კანონის რაღაც სხვანაირი ფორმა. ამოცანების ამოხსნას შეიძლება ამითი ვისარგებლოთ ხოლმე. აი ამ ფორმულით, ხო? ესე იგი ძალის იმპულსი ტოლია სხეულის იმპულსის ცვლილების. ეხლა აი როგორი რაღაცა ეს რას გვაძლევს? უყურეთ, სხეულის იმპულსის ცვლილება, ესე იგი დაუშვათ აი სხეულმა შეიცვალა რაღაც ძალის გავლენით სიჩქარე. დამოკიდებული არა მარტო ძალის მნიშვნელობაზე, არამედ დროზეა დამოკიდებული. რა შედეგი მოყვება ამას? აი რა შედეგი მოყვება? შეხედეთ, შეიცვალა იმპულსი და რა დროში შეიცვლება ეს იმპულსი, ამას მნიშვნელობა აქვს, ხო? თუ დროს ჩვენ გავახანგრძლივებთ, მაშინ ძალის მნიშვნელობა შემცირდება. ესე იგი ცვლილება თუ ერთი და იგივეა, ხო? ცვლილება მუდმივია, არ იცვლება. ft ნამრავლი არ იცვლება. ძალის ნამრავლი მოქმედების დროზე არ იცვლება. აი დროს თუ გავსდით, მაშინ ძალა შეიცვლება. სწორედ ესეთ ეფექტს ახდენს მაგალითად ეს აი საჰაერო ბალიში, ხო? ავარიის დროს როცა იხსნება ავტომანქანაში, ხო? მის ძალის მოქმედებას ახანგრძლივებს და შესაბამისად ძალის მოქმედება მცირდება და ამ ტრამვები არის ტრამვა უფრო მსუბუქია და ამან შეიძლება ადამიანის სიცოცხლე იხსნას. და მერე კიდევ ნახოთ ნიუტონის მესამე კანონი, ხო? მესამე კანონი აქ არის მოყვანილია მოვეგებული, არა ესე სხვადასხვა ისენია, უბრალოდ სურათებია, რომ მაინც ნახოთ, ნებავთ ეს და აქ არის მოქმედება მოძრავი სხეულისა და სხეული მუდმივი სიჩქარით თუ მოძრაობს ეს ავტომობილი, მასზე მოქმედი ძალების ჯამი ნულის ტოლია, ისევე როგორც ბურთზე მოქმედი ძალების ჯამი თუ ნულის ტოლია, მაშინ მუდმივი სიჩქარით იმოძრავებს ეს და თუ ეხლა ბურთის სიჩქარე ბოლოს და ბოლოს მცირდება, იმიტომ რომ ის ინერციით მოძრაობს, წევის ძალა არა აქვს მაგას, ხო, არ მოქმედებს და ამიტომ ეს ხახუნის ძალა საბოლოო ჯამში იწვევს სიჩქარის შენელებას და ნუ რა თქმა უნდა ბოლო-ბოლო ეს გაჩერდება ეს ბურთი. ხო, რაც შეეხება მანქანაზე თუ წევის ძალა მანქანაზე მოქმედი წევის ძალა ხახუნის ძალის ტოლია, ეს სიმძიმის ძალა და საღდენის რეაქციის ძალა სწორედ მაინც ტოლებია, რა თქმა უნდა. მასზე მოქმედი ამ მანქანაზე მოქმედი ძალების ჯამი ნულია და ეს ავტომობილი არ შეიცვლის სიჩქარეს. მანამდე სანამ ეს ავტომობილზე მოქმედი ძალების ჯამი ნულის ტოლი არ იქნება. ხო. აქ მოყვანილ სურათზე, როგორც ხედავთ, აქ არის ადამიანი ცდილობს რომ ეს სიჩქარე შეუცვალოს კორპუსზე მოქმედებს აქედან ავტომობილის. რა თქმა უნდა ეს შეუძლებელია რომ ესე იგი აუცილებელია რომ გარეშე სხეულმა იმოქმედოს ამ ავტომობილზე რომ მას შეეცვალოს სიჩქარე. ხო, ადამიანი ამის გაკეთებას ესე კორპუსზე მიწოლის რა თქმა უნდა ვერ შეიძლება. ხო, ესეც და აი აქ მოდით ნახოთ ეს არ გვინდა. აქ არის აი სხეული განსხვავებული მასის მქონე სხეულებია. ორი ეს არის კუბიკი, ხო? დიდი მასის და პატარა მასის. რაც რომ დიდი მასის არის ერთი ძალით თუ მოქმედებს ამაზე, რა თქმა უნდა დიდი მასის კუბიკის სიჩქარე უფრო ნაკლებად შეიცვლება, აჩქარება უფრო ნაკლები იქნება. ვიდრე პატარა მასის კუბიკის სიჩქარე. და ბოლოს აი აქ არის ნიუტონის მესამე კანონის ილუსტრაცია. ნიუტონის ცერბო. შეხედეთ, აქ არის მოცემულია სხეულ წიგნი დევს მაგიდაზე და რა თქმა უნდა ეს წიგნი მაგიდას აწვება. აწვება ძალით, რომელსაც ჩვენ წონას ვეძახით. დრეკადობის ძალა ესა. წიგნი დეფორმირდება, დეფორმირებული წიგნი ამ დრეკადობის ძალით აწვება მაგიდის ზედაპირს. და მაგიდის ზედაპირი ახლა თავის მხრივ აწვება წიგნს, მოქმედებს წიგნზე უკვე საპირისპირო მიმართული საღდენის რეაქციის ძალით. ეს ორი ძალა, ესე იგი, ეს normal force და weight, ხო, ესე წონა და ეს საღდენის რეაქციის ძალა სიდიდი ტოლია და მიმართულებით ერთი წრფის გასწვრივ არიან მიმართულები. სიდიდი ტოლია, ურთიერთსაპირისპირო არის, მაგრამ ისინი ერთი ბუნების ძალები არიან, უყურეთ, ორივე არის დრეკადობის ძალა და ერთმანეთს არ აწონასწორებენ. ნიუტონის მესამე კანონის ძალები, ესე იგი, ყოველთვის სიდიდის ტოლია ურთიერთსაპირისპიროდ არის მიმართული ერთი წრფის გასწვრივ და ერთი ბუნების არიან ეს ძალები, ერთი ბუნების, თუ ერთი ძალა გრავიტაციული ძალა, მეორეც გრავიტაციულია, თუ ერთი მაგნიტური, მეორეც მაგნიტური, თუ ერთი დრეკადობის არის, მეორეც დრეკადობისა, ხომ?
მაგრამ ეს ძალები ერთმანეთს არ აწონასწორებენ, იმიტომ რომ სხვადასხვა სხეულებზეა მოდებული. აი თუ დაუკვირდებით, წიგნის წონა მოდებულია მაგიდაზე, ხოლო საყრდენის რეაქციის ძალა მოდებულია წიგნზე. ხო, მაესტრი რაღაცაა ეს. ესე იგი, რომ ჩამოვაყალიბოთ ეს კანონი, მესამე კანონი, შეგვიძლია ვთქვათ, რომ სხეულები ურთიერთქმედებენ ერთი წრფის გასწვრივ მიმართული, სიდიდით ტოლი და ურთიერთსაპირისპირო მიმართული ძალებით, ერთნაირი ბუნების ძალებით, რომლებიც ერთმანეთს არ აწონასწორებენ იმის გამო, რომ სხვადასხვა სხეულებზე არიან მოდებული. მას ახლა ამ წიგნს რა აწონასწორებს, ხო? რა თქმა უნდა, საყრდენის რეაქციის ძალა და გრავიტაციული ძალა, რომელიც ამაზე მოქმედებს. ამ სხეულზე ხო გრავიტაცია მოქმედებს, არა? მოქმედებს, ესე იგი, დედამიწის მიზიდულობის ძალა. ხო, აი ესე, თვითონ ამ წიგნზე. სწორედ ეს დედამიწის მიზიდულობის ძალა და აი ეს საყრდენის რეაქციის ძალა, ეს ორი ძალა აწონასწორებს ერთმანეთს, იმიტომ ორივე წიგნზეა მოდებული. და აი ამ დედა გრავიტაციული ძალის, mg სიმძიმის ძალის წყვილი ნიუტონის მესამე კანონის ძალა სად არის, რომელია? აბა ის აქ არ ჩანს. იმიტომ ეს ძალა ეს mg მოდებულია დედამიწაზე, ხო? დედამიწა იზიდავს წიგნს და წიგნი ზუსტად იგივე ძალით იზიდავს დედამიწას. და ის რა თქმა უნდა ეს ორი ძალაც ვერ გააწონასწორებს ერთმანეთს, იმიტომ ეს წიგნზეა მოდებული ეს mg და მეორე mg კიდე დედამიწაზეა მოდებული და არის მის საპირისპირო მიმართული იმავე წრფის გასწვრივ. ხო. ეხლა მოდით ამოხსნათ ამოცანები რიმკევიჩის კრებულიდან, ამოცანთა კრებულიდან. ზოგიერთი ამოცანა გავარჩიოთ. ხო. ესე წავშალოთ არ მინდა და ესეც არ მინდა. ავიღოთ ეს გვერდი, ეს ფურცელი აქ ამოცანებია და აი შევარჩიოთ ზოგიერთი ამოცანა და ამოხსნათ. მოდით აი პირველი აი დავიწყოთ 110, ხო? 110 ნომერია, თუ 119 ნომერია. ესე იგი 100 ტონა მასის სამანევრო თბომავალმა უბიძგა უძრა ვაგონს. და ურთიერთქმედებისას ვაგონის აჩქარების მოდული 5-ჯერ მეტი იყო თბომავლისაზე. იპოვეთ ვაგონის მასა. ორი სიჩქარე ვაგონმა 5-ჯერ უფრო მეტად შეიცვალა, ვიდრე აი ამ თბომავალმა, ხო? თბომავალის მასა იყო 100 ტონა და თვითონ ამ ვაგონის მასა რა იქნება? რამდენჯერად, ესე იგი, მეტი აჩქარება მიიღო ამ ვაგონმა, იმდენჯერ ნაკლები მასა ექნება, ხო? ეს შეგვიძლია ესე ვივარაუდოთ, მაგრამ მოდით ფორმულით დავწეროთ რა. ესე იგი, აჩქარებები, როგორც ვიცით, A1 შეფარდებული A2-თან, უკუპროპორციულია მასების, არა? M2 და M1-თან. ესე, აი ამ პროპორციით შეგვიძლია რომ გამოვაყენოთ ეს ამოცანა. ესე იგი, ამ თბომავლის მასა M1 დაუშვათ არის 100 ტონა, ხო? ჩვენ M2 უნდა გავიგოთ, არ ვიცით M2 რამდენია და ვიცით უბრალოდ რომ ვაგონის აჩქარება, ანუ A2 არის 5-ჯერ უფრო მეტი, ესე იგი 5-10 აღნიშნოთ ეს ვაგონის აჩქარება, 5 აიყოს, 2 წავშალოთ და ეს იქნება უბრალოდ და აი ამ პროპორციის ამოხსნის შედეგად გავიგებთ უბრალოდ ამის მასას, ხო, რა თქმა უნდა. ესე იგი A და A შეგვიძლია შევკვეცოთ 1/5 იქნება ესა და 1/5 უნდა გავამრავლოთ 100-ზე, ხო? 0-2 100-ზე გავამრავლოთ, იქნება 2 20 ტონა იქნება, არა, ეს ვაგონის მასა. თუ ის 100 ტონა არის, ეს 20 ტონა იქნება. 5-ჯერ ნაკლები გამოდის ზუსტად, ასე რომ ხოთე გავყოთ 20. ხო, ეს ერთი ვარიანტია ამის ამოხსნის. ეხლა თუ გვინდა შეიძლება რომ სხვანაირადაც გავაკეთოთ, რა თქმა უნდა. აქ ჩავართოთ ნიუტონის მესამე კანონიც, ხო? ესე იგი, რახან ამათ უბიძგა ურთიერთქმედების ძალა, ამათ ხო ერთი და იგივეა, რომ F1 უდრის -F2. მოდულით ეს ძალები ტოლია F1 და F2 ძალები. ორივეს მოდული აღნიშნოთ მოდით F-ით, ხო? F1 უდრის -F2 და მათი მოდული აღნიშნოთ უბრალოდ F-ით. F ძალით ურთიერთქმედებენ ერთმანეთს. და ესე იგი, ეხლა აჩქარება, რომელიც აი მიიღო 10 აღნიშნოთ, 120, რომელიც მიიღო თბომავალმა, ეს არის ძალა F-ი შეფარდებული ძალათა ტოლქმეთი, ხო, შეფარდებული მასასთან, ამ M მასასთან, თბომავლის მასა, M თბომავლის ავიღოთ ესა თბომავლის და მეორე საჩქარება იყო 5-ჯერ უფრო მეტი, 5-ა, იგივე F-ი შეფარდებული უკვე აი ამ ვაგონის მასასთან, M ვაგონის მასასთან.
და ვაგონი და თმომავლის მასა არის 100 ტოლი, როგორც ვთქვით, 100 ტონა არის, ხო? ესე იგი და ეხლა ორივედან აქ სხვადასხვანაირად შეგვიძლია რომ ეს გავაკეთოთ. შევაფარდოთ ერთმანეთს შეგვიძლია აი გამოსახოთ აქედან F-ს უდრის, F უდრის აჩქარება გავამრავლოთ M თმომავალზე 100-ზე, 100-ზე, ხო? 100 ტონაზე და იგივე F უდრის 5-ია გავამრავლოთ M თმომავალზე. M თმომავალი უნდა გავიგოთ. თმომავლის მასა არის აი კითხვის ნიშანი, ეს M-ით აღნიშნოთ უბრალოდ, ხო? M-ით. აი ესე და გავუტოლებთ F-ი ხო F-ის ტოლია და ნიუტონის მესამე კანონის თანახმად ურთიერთქმედების ძალები ერთმანეთს უდრის. 5M უდრის 5AM უდრის 100-100 და ნუ A და A შეიკვეცება, რა თქმა უნდა, 5M უდრის 100 და აქედან M გამოდის 20-ის ტოლი, 100 გავყოთ 20-ის ტოლი. აი ესე შეიძლება რომ ესეთი ამოცანა ამოხსნათ. ხო, აი ნახოთ კიდე რომელი ამოცანა გავაკეთოთ რომელიმე. ხო, აი თქვათ ეს შემოხაზულია ეს აქ რაღაც 400 და 600 გრამი მასის ორი სხეული მოძრაობდა შემხედრე მიმართულებით და დაჯახების შემდეგ გაჩერდა. იბოვეთ მეორე სხეულის სიჩქარე თუ პირველი მოძრაობდა 3 მეწამის სიჩქარით. ხო, ესე იგი აქ მოცემულობა ჩავწეროთ რომ არ აგვერიოს ეს პირველი და მეორე, ხო, რომელია? აღნიშნოთ M1-ით, ესე იგი 400 გრამი არის მასა ამისი, ნუ 0.4 კილოგრამია, კილოგრამში ჩავწეროთ ბარემ, ჯობია. ხო, M2 მასა არის 0.6 კილოგრამი, 0.6 კილოგრამი, აი ესე. და პირველი მოძრაობდა 3 მეწამის სიჩქარით, თავიდან ესენი მოძრაობდნენ 3 მეწამის სიჩქარით. ესე იგი საწყისი სიჩქარე V პირველის საწყისი სიჩქარე V01 ესე ჩავწეროთ, ხო, არის 3 მეტრი წამი. და საბოლოო სიჩქარე არის რომ გაჩერდა ესა, ხო? V1, V0, ხო, V01, ხო, გაჩერდა და V1 იქნება რომ გაჩერდა 0-ის ტოლი. ორივე გაჩერდა, V1 და V2 ერთმანეთის ტოლი იქნება და V02 უნდა გავიგოთ. თუ ვიცით რომ V2-იც ასევე 0-ის ტოლია, გაჩერდა. აი ესეა სულ, თვითონ მოცემულობა. და გავიგოთ V2, V02, საწყის სიჩქარე, რა სიჩქარით მოძრაობდა. ეს არის კითხვის ნიშანი. ხო, დიახ, აქ ჩვენ გვაქვს აი ესეთი რაღაც, რომ ესენი ურთიერთქმედების ძალა, რა თქმა უნდა, ერთი და იგივე არის, ერთი ძალით იმოქმედეს ერთმანეთზე. F1 უდრის F2-ს და ორივე მიიღო აჩქარება, ხო, მაგრამ ვინაიდან მათი მასები სხვადასხვა, მათ მიიღეს ამ მასების უკუპროპორციული აჩქარება, ხო? მოქმედების დრო ერთი და იგივე იყო. T დრო ერთი და იგივეა, ურთიერთქმედების დრო. და მოდი ასე ჩავწეროთ ჩვენ F-ი ძალა, მოდით ერთის მხრივ ჩავწეროთ, რომ ეს არის M1 გავამრავლოთ A1-ზე, და A1 რა არის? ეს იქნება M პირველი უნდა გავამრავლოთ, A1 არის V-ს მინუს V0, ხო? V არის 0 და V0 1, ხო? პირველი V0 1, 3. შეფარდებული რაღაც ტესტთან ასე. და მეორე მხრივ იგივე F-ი, ტოლი არის M2 და აქ არის A2-თან. A2 კიდე არის, ნუ ეს ესეც შეიძლება ჩაიწეროს, ხო, M2 V-ს მინუს V02. აი რომელიც უნდა გავიგოთ ეს V02, იგივე ტესტა. და ეს ძალები, რა თქმა უნდა, ერთი და იგივე ძალა, ურთიერთქმედების ძალა, ნიუტონის მესამე კანონის თანახმად, ეს ძალები, რომელთაც მათი ერთმანეთზე იმოქმედეს, არის ერთმანეთის ტოლი. მოდულით და საპირისპიროთან მიმართული. ესე ჩვენ შეგვიძლია ეს ტოლობა ჩავწეროთ, ესენი გავუტოლოთ ერთმანეთს და რიცხვები ჩავსვათ. აქ 0,4 და გაამრავლოთ. V ხო 0-ის ტოლი არის, აქ იქნება V01 მინუსით არის, მაგრამ მოდი მოდული ავიღოთ, არ გვინდა V01. V01 არის 3. და შეფარდებული ტესტა. ეს უდრის M2 არის 0,6 და აქ ეს V02 არ ვიცით რა არის, V02 შეფარდებული ესეც ტესტა. და რა თქმა უნდა ესენი გავათილდება და
ეს 0-ს უნდა გავყოთ ეს 3-ჯერ 0-4 იქნება 1.2 და 1.2 უნდა გავყოთ 0-ს ეს იქნება 12-6-ში გავყოთ 2 სტოლი იქნება ეხლა 2 არის 2 მეტრი წამი 2 მეტრი წამი იქნება მისი სიჩქარე როგორც თქვით ეს მისი მასა უფრო მეტი არის 1.5-ჯერ მეტია და სწორედ 1.5-ჯერ ნაკლები იქნება ამას სიჩქარის ცვლილება ასე ვთქვათ აჩქარება პირველ ხელთან მიმართ ხომ დაკავშირებით აი არის აქ ზოგიერთი კიდე აი მაგალითად 127 ამოცანა რო ავიღოთ ხო აქ ადამიანი ლიფტში დგას და ასახლეთ ერთმანეთს შეადარეთ ძალები რომელიც მოქმედებენ მასზე როცა ლიფტი უძრავია თუ ლიფტი უძრავია ამ ადამიანზე მოქმედებს დედამიწის მიზიდულობის ძალა და ლიფტის მხრიდან იატაკის მხრიდან საგდენის რეაქციის ძალა ეს ძალები მოდულით ერთმანეთს ტოლი იწყებს ლიფტი მოძრაობას ზევითკენ ხო ნუ რა თქმა უნდა დედამიწის მიზიდულობის ძალა ამაზე მოქმედებს და მისი ეს დედამიწის მიზიდულობის ძალა არ იცვლება იგივე რჩება მაგრამ უბრალოდ ეს ადამიანი რახან ზემოთ იწყებს მოძრაობას და ჩავთვალოთ რომ რაღაც აჩქარებულად იწყებს ხო მოძრაობას მაშინ მის უფრო მეტი ძალით დააწება იატაკს ვინაიდან აჩქარება ზევით არის მიმართული ხო თუ მოძრაობს თანაბრად მაშინ და ამრიგად ძალა რომელიცაც ის აწება იატაკს უფრო მეტია ვიდრე მიზიდულობის ძალა დედამიწის მიზიდულობის ძალა უფრო მეტი ძალით აწება ანუ მისი წონა ასე ვთქვათ აღემატება მასზე მოქმედ სიმძიმის ძალას ხო თუ თანაბრად მოძრაობს სხეული მაშინ იგივე არის ზუსტად სიმძიმის ძალა და წონა ერთმანეთის ტოლია ესე იგი საგდენის რეაქციის ძალაც ასევე და სიმძიმის ძალაც მასზე მოქმედი ადამიანზე მოქმედი ძალა საგდენის რეაქციის ძალა უნდა შევადაროთ უბრალოდ და რა ძალითაც ადამიანი დააწება ამ საგდენს ხო თუ მეტი ძალით აწება საგდენს მეტი ძალით პასუხობს ხო მაგრამ თანაბრად მოძრაობის შემთხვევაში უკვე ეს ძალები ერთნაირი იქნება რა ძალითაც დედამიწა იზიდავს იმ ძალით აწება საგდენს და საგდენს იგივე ძალით პასუხობს და ასე ამრიგად საგდენის რეაქციის ძალა და დედამიწის მიზიდულობის ძალა ერთმანეთს ტოლია ხო და თუ ანელებს მოძრაობას გაჩერებამდე აი რა ხდება ახლა როცა მოძრაობას ანელებს შეხედეთ მოძრაობის შენელება ნიშნავს რომ აჩქარება არის მიმართული რახან სხეული ზევით მოძრაობს და ანელებს მოძრაობას ნიშნავს აჩქარება ქვევითაა მიმართული აჩქარების მიმართულებაზე ყოველთვის არის სიჩქარის ცვლილების მხარესაა აჩქარება მიმართული სიჩქარის ცვლილება ასე დროს არის მართალი სხეული ზევით მოძრაობს და ქვემოთაა მიმართული და ანელებს ამოხუჭებს ხო ასეთ შემთხვევაში აჩქარება არის ქვევით მიმართული და ასე დროს სხეულის წონა ესე იგი კლებულობს წონა ასე ვთქვათ ძალა რომელიცაც სხეული აწვება ამ საგდენს უფრო ნაკლებია ვიდრე ეს სიმძიმის ძალა რა მჟ-ს აკლდება ეს მასისა და აჩქარების ნამრავლი ემა ასეთი მჟ-ს აკლდება ეს ემა და ამრიგად ეს გამოიწვევს იმას რომ საგდენის რეაქციის ძალაც უფრო ნაკლები იქნება შემცირდება ნაკლები იქნება ვიდრე სხეულ ადამიანზე მოქმედ სიმძიმის ძალა დედამიწის მიზიდულობის ძალა არც ერთ შემთხვევაში არ მცირდება იგივე არის რა ხო ზემოთ მოძრაობისას უბრალოდ უფრო მეტი ძალით აწება იატაკს ადამიანი ქვემოთ მოძრაობისას უფრო ნაკლები ძალით აწება იატაკს ესე იგი ზემოთ როცა არის აჩქარება მოძრაობისას არა ბოდიშით აჩქარება როცა არის ზევით მიმართული ადამიანს უფრო მეტი ძალით აწება იატაკს მაშინ მატულობს მისი წონა ხოლო აჩქარება თუ ქვევით არის მიმართული მაშინ მისი წონა პირიქით კლებულობს და უფრო ნაკლები ძალით აწება იატაკს. მოდით ახლა შემდეგი სხვა ამოცანა ვნახოთ კიდე განვიხილოთ. 9 კილოგრამი მასის ბურთი დარტყმისაგან რომელიც 0.2 მეასედი წამის განმავლობაში გრძელდებოდა იძენს 10 მეტრს შეშორის. იყო დარტყმის საშუალო ძალა. ესე იგი F-ი უნდა გავიგოთ ჩვენ დარტყმის ძალა, არის კითხვის ნიშანი. და გვაქვს მასა გვაქვს მოცემული ეს არის 9 კილოგრამი 0.5 კილოგრამი ეს ბურთის მასა. და დარტყმის ხანგრძლივობა T არის 0.02 წამი და სიჩქარე შეძენის სიჩქარე V არის 10 მეტრი წამი. Ну თავიდან ეს იგულისხმება რომ ბურთი რა თქმა უნდა გაჩერებული იყო, ხო? ესეც დავწეროთ რომ V0 იყო 0. საწყის სიჩქარე 0-ის ტოლია. ხო, კარგი, ეს არის ამის მოცემულობა და ამოხსნა ეხლა შეიძლება ორნაირად. ერთი შეგვიძლია აი ესე ჩვეულებრივად ამოხსნათ F-ის M-ს, ხო? მასსა და აჩქარების ნამრავლს დონე. ნიუტონის მეორე კანონი. აი ტრადიციულად როგორც წერთ ხოლმე. M მოცემული გვაქვს და აჩქარება კიდე არის
m-ი უნდა გამოვავალოთ v-ს მინუს v0 შეფარდებული ტესტთან. უბრალოდ ჩავსვათ ამას v0 შეფარდებული ტესტთან. და ჩავსვათ რიცხვებს. ხო. და ეს დრო არის 0.02 წამი, m-ი არის 0.5, ყველა რიცხვი მოცემული შესაბამისი, აქ 10 იქნება შეფარდებული 0.02-თან, ხო, ესე და 0.5 როაძე გამრავლო არის 5 და ესე იგი ეს მძიმეები გადავიდანთ ორი რიცხვით ეს 500 გახდა და 2-ზე რო გავყოთ არის 250 ნიუტონია, ხო, 250 ნიუტონი გამოვიდა ესე გამჭირდა პასუხი. მაგრამ მეორენაირად შეიძლება აი რომ თქვათ, აი მაგალითად ძალის ნამრავლი, ძალის იმპულსით რო გავაკეთოთ, ძალის ნამრავლი მისი მოქმედების დროზე FT პოლი არის mv-ს მინუს mv0, ხო? mv-ს მინუს mv0. იმპულსის ცვლილების ტოლია. ძალის იმპულსი, სხეულის იმპულსის ცვლილების ტოლია. სხეულის საწყის იმპულსი 0-ის ტოლი იყო, შეგვიძლია გამოვიწყოთ, ხო? და აქედან მასა ვიცით და სიჩქარე ვიცით. ხო, ესე იგი ეს მასა არის 0.5 და v არის 10. ეს პირდაპირ შეგვიძლია გადავამოქმედოთ მას და 5-ია. და ძალა უნდა გამრავლო 0.02-ზე, ხო? 0.02-ზე. აი მივიღეთ პირდაპირ ესეთი განტოლება, რომელიც ამოხსნის შედეგად, რა თქმა უნდა, 5 უნდა გავყოთ 200-ზე ისევ და 500 2-ზე უნდა გავყოთ და 250 ნიუტონი იქნება ძალა, ხო? ორნაირად შეიძლება გავაკეთოთ. პრინციპში როგორც თქვით, ესეც ნიუტონის მეორე კანონია და ესეც ნიუტონის მეორე კანონია. ხო? შეგვიძლია რომელი ხერხითაც მოგვეწონება იმითი გავაკეთოთ ეს. ხო. კარგით, ნუ აქ აი 139-ს გავაკეთოთ მოდი აქედან და შემდეგ სხვა გვერდზე გადავიდეთ. 139 ნომერი ეს ამოცანებული. რაღაც ძალის მოქმედებით ურიკა დაიძრა და უძრაობის მდგომარეობიდან გაიარა 40 სანტიმეტრს. ესე იგი თავიდან ეს ურიკა იყო უძრაობის მდგომარეობაში, V0 იყო 0-ის ტოლი. შემდეგ რაღაცა ძალა მიმოქმედა ამაზე, F ძალა და ეს ურიკა დაიძრა და გაიარა 40 სანტიმეტრი. ესე იგი ეს პირველი არის 40 სანტიმეტრი. 40 სანტიმეტრი არის 0.4 მეტრი. ეს გაიარა ეს. ხო, შემდეგ მასზე დადეს რაღაც ტვირთი, ხო? m0-ით აღნიშნოთ m ტვირთის მასა რა. 200 გრამი, 0.2 კილოგრამი. რომ ხო, დაამატეს ეს ტვირთი და იგივე ძალით იმოქმედეს, ძალა იგივეა, ესე იგი F1 უდრის F2 უდრის F-ს. შევწეროთ მაინც რომ F1 უდრის F2-ს და უდრის F-ს, ძალა იგივეა, იმავე ძალის მოქმედებით და იმავე დროში T1-იც უდრის T2-ს და უდრის T-ს, ხო, აი შეხედეთ T1 უდრის T2-ს და უდრის T-ს. უდრის T-ს, ესე იგი შეხედეთ ძალის იმპულსი აქ უცვლელია. იგივე ორივე შემთხვევაში ერთდეგივეა და შესაბამისად ამ სხეულების იმპულსების ცვლილებაც იქნება ერთდეგივე. ხო? გაიარა უბრალოდ ამ ეს ორი მანძილი არის 0.2 და 2 მეტრი, 0.2 მეტრი. ტვირთთან ერთად. იპოვეთ ურიკის მასა. ურიკის მასა უნდა გავიგოთ m. მასა m. ურიკის მასა m უნდა გავიგოთ. ესე იგი, ну, პირველ შემთხვევაში აი რო ავიღოთ ჩვენ პირველი შემთხვევა, ხო, ამაზე მოქმედებს ძალა, რაღაც F ძალა, როგორც ვთქვით, ეს ძალები ერთდეგივეა. F ძალა ტოლი არის ამისი მასა m-ი. და გავამრავლოთ აჩქარებაზე, ხო? რა აჩქარებაც მან შეიძინა, ხო? ამ დროს, როდესაც მასზე ძალა მოქმედება. აჩქარება ახლა რისი ტოლია? აჩქარება არის სიჩქარის ცვლილება შეფარდებული ტესტთან. მაგრამ ჩვენ ეგ სიჩქარები არ გვაქვს მოცემული, ხო? დროსთან არის, დრო არ გვაქვს მოცემული, ისე იგი ვიცით რომ დრო ერთდეგივეა და მაგრამ აი ეს S-ი გავლილი მანძილი, აი გავიხსენოთ როგორ დაუკავშიროთ აჩქარებასთან. ეს რისი ტოლია? როდესაც უსაწყისო სიჩქარე V0 როცა 0-ის ტოლია, V0 T + AT კვადრატ ნახევარი, ხო, ესეთი ფორმულაა და ჩვენ შეგვიძლია ასეთი ფორმულით ვისაუბროთ, T კვადრატი შეფარდებული 2-თან, ესეთი რაღაცა. აი ესეთი ფორმულა არის ამ S-ისთვის, ხო? ჩვენ აჩქარება შემიძლია აქედან გამოვსახოთ. არის ტოლი იქნება ეს აჩქარება, შეხედეთ, A ტოლი იქნება 2S-ი შეფარდებული T კვადრატთან. და შემიძლია ეს ჩავსვა აქ რა, ესე იგი F-ი ტოლი არის M-ი. გავამრავლოთ
აჩქარება არის 2s 2s 1 ხო თავიდან პირველი სხეულისთვის პირველი სიტუაციისთვის როდესაც ამაზე ტვირთი არიდო მარტო m იყო მისი მასა შეფარდებული t კვადრატთან ნუ f და t არ იცვლება იცვლება მხოლოდ s ესე იგი ეს არის პირველი ფორმულა ეს არის ამისი მასა m და f უდრის აი ამას ხო აი ამას ძალა f ამის ეხლა გამოსახოთ f მეორენაირად მეორე უკვე ტვირთი რო დადეს ხო იგივე ძალით მოქმედებენ მასზე ეს უკვე არის m მიუმატოთ m0 დაემატა ეს ტვირთი 200 გრამი m გახდა m + m0 და შესაბამისად აჩქარება შეიცვალა ხო აჩქარება ანუ გახდა რაღაც e1 ან e2 ხო რაღაც ეგეთი 2 გავამრავლოთ ეს 1 არის 0.4-ზე ხო და შეფარდებული ეს t კვადრატთან t კვადრატები უბრალოდ გამართლდება და აქ მეორე შემთხვევა არის m-ს მივუმატოთ 200 გრამი არის 0.2 კილოგრამი ესე და ეს გავამრავლოთ 2 გავამრავლოთ 0-ზე ესე შეფარდებული t კვადრატთან რა თქმა უნდა ეს t კვადრატები როგორც თქვით გაბათოვდა ასე და 0.8 m უდრის ეს რო გადავამრავლოთ ერთმანეთს ეს არის 0.4 ესე აი რა გამოვიდა შეხედეთ რომ 0.8 m 0.8 m უდრის 0.4 m პლუს 0.4 რომ 0-ზე გაამრავლო 0.8 და 0.8 ხო ეს ნაირად და ეს აქეთ გადმოვა მინუსით 0.4 m ტოლი იქნება 0.08 ტოლი და m ტოლი იქნება 0.08 უნდა გაყო 0.4-ზე ხო ესე იგი 0.8 და 0.8 უნდა გავყოთ 0.4-ზე 0.4-ზე ეს იქნება ანუ ეს არის 0.8 უნდა გაყო 0.2 კილოგრამი იქნება 200 გრამი იქნება მოკლედ აი ამ ურიკის მასა იგივე იქნება რა ტვირთის დაამატეს ხო აი ესეთი ნახო იგივე პასუხის მოფიქრება რა თქმა უნდა ზეპირადად შეიძლებოდა რომ 0.4 m იყო და რაღაც 0.2 m და პირდაპირ ეჭვგიჩდება რომ ეს მასა იგივე ხო არ არის რაც დაამატეს თვითონ მასას ხო მაგრამ ნუ საერთოდ ეს უნდა ამოიხსნას რა კარგით მოდით ახლა ნახოთ სხვა ამოცანებიც ხო აი სწორედ ამ დიაგრამასთან დაკავშირებით იყო ესეთი ამოცანა ხო მაგრამ ეს გვერდი უკვე წავშალე და აი აქ არის მოცემული სიჩქარის გეგმილის დამოკიდებულება დროზე სიჩქარის გეგმილის დროზე დამოკიდებულება უნდა განსაზღვროთ აჩქარების გეგმილი თითოეულ უბანზე რა თქმა უნდა სიჩქარის გეგმილი სიჩქარის ცვლილება უნდა გაყოთ დროზე და აქ ხედავთ სიჩქარის ცვლილება არის დროის ცვლილება სიჩქარის ცვლილება არის 10 ხო 0 იყო და 10 მეწამი გახდა აი პირველ უბანზე და უნდა გაყოთ 5-ზე 2 მეტრ კვადრატი. აქ არის ჰორიზონტალური უბანი, სიჩქარე არ იცვლება და აჩქარების გეგმილი ამიტომ 0-ის ტოლი იქნება. ეხლა მესამე უბანზე, რომელიც დაბლა ჩამოდის, დაბლა ეშვება, ხო, 10-დან 10-დან კლებულობს 0-მდე სიჩქარე. და ამას უნდება 10 წამის განმავლობაში. ნუ აჩქარება არის 10-10-ზე უნდა გაყოთ 1, მაგრამ იქნება მინუსით, -1 მეწამ კვადრატი. აი ეს რაღაცაა ეს. ეხლა ნახოთ აი ცოტა ესეთი ამოცანები. ხო. აი ნუ აქ არის დაერღვევა თუ არა 26 სურათზე გამოსახული სასწორის წონასწორობა. თუ ძაბს ისე დავაგრძელებთ, რომ საწონი მთლიანად ჩაეშვას წყალში. აქ აი ეს სურათი არა ნაჩვენებია აი აქ. თუ ამას ესე დააგრძელებ ამ ძაბს, რომ ეს წყალში ჩაუშვა, აი საწონი რომ წყალში ჩავიდეს რა. წონასწორობა თუ დაერღვევა, ამჯერად ეს წონასწორობაში. ხო. იცით რა არის? რა თქმა უნდა წონასწორობა არ დაერღვევა. რატომ უნდა დაერღვეს წონასწორობა? ხო. ეს საწონი ხომ სხვაგან არ არის სადღაც. მაგიდიდან ხო არ ავიღეთ და ესე ხო არ უშვებ თამაში. თვითონ ამ სასწორზე კიდია და ასე ვთქვათ, მისი წონა წყალში კი მოიკლებს, მაგრამ სამაგერ წყლის დონე აიზრდება აქ და მოკლედ ურთიერთქმედების ძალა აქ იქნება, აი ნიუტონის მესამე კანონის თანახმად ეს ძალები მაინც ეს წონასწორობა არ დაერღვევა და იგივე დარჩება. თუ პირველ შემთხვევაში არ შეეხოს ფსკერსო, ხო, ესეც ვიგულისხმობთ, მაგრამ თუ ძაბს გადავჭრით და საწონს ფსკერზე დავდებთ.
გადავჭერი და ფსკერზე დავდე. ურთიერთქმედების ძალა მაინც აქ იგივე იქნება, კვლავ იგივე დარჩება, რა თქმა უნდა, და ტონსორობა არ დაირღვა. არც ერთ შემთხვევაში არ დაირღვა ტონსორობა. შემდეგ როგორ იქნება დინამომეტრის ჩვენება, თუ ზედას დავწერთ ისე, რომ 0,2 დეციმეტრი კუბი მოცულობის ტვირთი თლიანად დაიფაროს წყლით. აი ეს ტვირთი სულ ჩავიდეს წყალში. მაგრამ არ შეეხოს ჭურჭლის ფსკერს. ჩვენება როგორ იქნება? ორი დინამომეტრია აქ, მოიცავთ, ნახოთ ამათ ჩვენებები რა ცოტა ახლა. ესე რა არის ამის ჩვენება 0 2 4 არის ხო ჩვენება და ქვედას ჩვენება რამდენია 2 4 6 და 8 და ამას თუ ჩვენ დავწევთ ისე რომ ეს ჩავიდეს დაბლა თლიანად დაიფაროს წყლით და ამაზე ხო ამომგდები ძალა იმოქმედებს ზედას ჩვენება შემცირდება ხოლო ქვედას ჩვენება პირიქით გაიზრდება რამდენი შემცირდება 0,2 დეციმეტრი კუბი არის, ხო? მოცულობა 0,2 დეციმეტრი კუბი არის 2/100000-ია რა, არ 100000 კი არა. დეციმეტრი, ხო, 100000, 2/100000 მეტრი კუბი. 2-ით შეიძლება, 2-ით. ესე იგი, ზედა ჩვენება გახდება 2 ნიუტონი, ხოლო ქვედა ჩვენება გახდება 10 ნიუტონი. 2 ნიუტონი შემცირდება ზედა, შემცირდება იმიტომ რომ ამაზე ხო ამომგდები ძალა იმოქმედებს. ეს ამომგდები ძალა შემსუბუქდება ეს უფრო, ხო? ამომგდები ძალა ამისი არის წყლის სიმკვრივე გავამრავლოთ აი ამ მოცულობაზე, სხეულის მოცულობაზე, ამ 0,2 დეციმეტრი კუბზე. და ხო, გავამრავლოთ ჟ-ზე კიდე, ხო? და ესე იგი, ხო, 2 ნიუტონი შემცირდება, 2 ნიუტონით იქნება ეს ამომგდები ძალა ზევითი მმართველი. დიახ, იმიტომ ჟ ხო 10 არის. ეს 2/100000-ია და ხო, და წყლის სიმკვრივე კიდე 1000 არის რა და 1000 არის და 2/100000 და 1000 ჯერ 10-ია, 10000-ია, 2/100000 და 10000 უბრალოდ 2 დაგვრჩება რა, ჩვენება. 2 იქნება, 2 ნიუტონი იქნება და 2 ნიუტონით ეს შემცირდება. და იგივე 2 ნიუტონით ამის ჩვენება გაიზრდება. ესე იგი, ეს რო შემცირდება 4-დან 2 გახდება და ეს კიდე 8-დან გახდება. მოდიშით 10 ტოლი. 8-დან გახდება 10 ტოლი. ამისი ჩვენება. და ბოლოს ეს ცოტა ვარსკვლავიანი ამოცანა არის. 20 სურათი ნომერი 28 აქ მოცემული და არის ერთ პინაგზე წევს წყლიანი ჭურჭელი მეორეზე შტატივი, რომელზეც დაკიდებული 54 გრამი მასის ალუმინის სასტოვი. ალუმინის სხეული. ხო? ესე იგი, მოდი ჩავწეროთ მოცემულობა მასა არის 54 გრამი. ეს არის 0.054 კილოგრამი. კილოგრამია ესე. ხო, ალუმინის არის ეს სხეული, ალუმინის სიმკვრივე აუცილებლად დაგჭირდება, ეს არის 2700 კილოგრამი მეტრ კუბში. ან 2.7 გრამი სანტიმეტრ კუბში, რა ვიცი, შეიძლება ესეც. გრამი სანტიმეტრ კუბში. შემდეგ რა გვაქვს? და არის წონასწორობაში ტვირთი, ასეთ მდგომარეობაში. დაუკვირდეთ მდგომარეობას, აქ წყალი დგას. და მეორე მხარეს შტატივი დგას, ამ შტატივს რაღაც მასა ხო აქვს. ამის მასა არ ვიცით რა არის. მაგრამ ამ ტვირთის მასა ვიცით რა არის, 54 გრამი. ასე იგი შტატივის მასას პლუს ეს 54 გრამი და აი ამას აწონასწორებს ეს წყალი. რომელიც აქ თან მარცხენა უბნაზე პინაზე დგას. ხო.
თუ ძაბს დავაგრძელებ და ტვირთს ჩავუშვებ წყალში, ეს დავაგრძელებ ძაბი და ტვირთი წყალში ჩავუშვებ. მაშინ წონასწორობა დაირღვევა. როგორ დაირღვევა ეს წონასწორობა? რა მოხდება? ამ ტვირთზე მოქმედებს ამონგდები ძალა, ხო? ამონგდები ძალა რომ მოქმედებს, რაზე დგას ეს ტვირთი ამ შტატივზე არის და შტატივი ამაზე დგას, აქ მოაკვდება ძალა, ეს წყლიანი ჭიქა ზემოთ აიწევს, ხო და ეს ქვემოთ ჩამოვა რა. არა? რა მასის ტვირთი უნდა დავდოთ? ხო, არა, პირიქით, ამას დააწვება ესა. ამონგდები ძალა რომ იმოქმედებს ამაზე, ეს ზემოთ ამოვა ესე აქედან. ამას დააწვება და ჩამოვა აქ. ხომ? და ამაზე წყალი იმოქმედებს რაღაც ძალით, მაგრამ ესეც ხომ იმოქმედებს წყალზე იგივე ძალით. წყალი იმოქმედებს ამონგდები ძალით და ეს ტვირთიც იმოქმედებს მასზე ამონგდები ძალით. ეს ძალიან საინტერესო მოცემაა. და რა მასის ტვირთი უნდა დავდოთ სასწორის მარჯვენა პინაზე, აი აქ რო წონასწორობა აქვს. აქ ორი რა წერია 2 გრამი, ეს არ არის, დახატული არის ალბათ, არ არის ტყულია. 2 გრამი ვითომ? უშველის 2 გრამი. აი. ხო, რაც ამგონია. მოდი ნახოთ, მოდი ამოხსნათ ახლა ჩვენ ეს, ესე იგი, წყლის სიმკვრივე დაგჭირდება ასე, ეს იყოს 1 და ეს იყოს 2 და ახლა წყალი, ხო? წყლის სიმკვრივე არის 1000 კილოგრამი მეტр კუბი. კილოგრამი შეფარდებული მეტр კუბთან. და ხო. და უნდა ჩავწეროთ აი მასა უნდა გავიგოთ რა, M0-ით ავნიშნოთ ამ იმის მასა, ხო, რაღაცნაირად. რაც უნდა დავუმატოთ. საწოლი. M0-ჟე. აი ამ ძალით უნდა მოვმოქმედოთ. ხო, კარგი, ნახოთ ახლა ეს რა ძალით მოქმედებს ამაზე. რომ ჩაუშვით ეს დავაგრძელეთ და ჩაუშვით საწონი წყალში. რა ხდება აქ, რა ძალით მოქმედებს? აი მოდი ესე ავიღოთ. აი ესე იყოს ხო, ესე იგი. წყალია და საწონი ჩაუშვით თლიანად, ხო? რა თქმა უნდა, ეს საწონზე ეს მოქმედებს წყალი ამონგდები ძალით. ზემოთაა მიმართული ეს F ამონგდები ძალა. ამ საწონზე მოქმედებს აგრეთვე სიმძიმის ძალა, ქვემოთაა მიმართული mg. ნუ ეს საწონზე მოქმედებს. საწონი წყალი საწონზე მოქმედებს F ამონგდები ძალით და ეს საწონიც ამ წყალზე მოქმედებს ამონგდები ძალით, რომელიც აპირისპიროდაა მიმართული. ეხლა ეს ამონგდები ძალა უნდა ვიპოვოთ ჩვენ რამდენია რა, რაზეა დამოკიდებული. F ამონგდები ძალა თოლია რო წყალი, რო 2 განვლავოთ J-ზე და განვლავოთ ამის მოცულობაზე. სხეულზე. ეს ვერიში ტოლია თავის ხილის მოცულობა არის მასა უნდა გავყოთ როზე. სიმპლეს. ანუ მასა არის 0.054 მიასები კილოგრამი. ეს უნდა გავყოთ 2700-ზე. 2700-ზე. ესე. და მოდი დავიწყოთ ახლა 0-ში 0-ჯერ მოთავსდება, აი რამდენი 0-ის დაწერა მოგვიწევს. 0-ჯერ მოთავსდება, აქედან 0-ჯერ მოთავსდება 5-ში. და 100.000 მეტრი კუბში. 2 100.000 კუბური მეტრი. მოცულობა. და ახლა ჩავსვათ ეს ამ ამონგდები ძალის ფორმულაში რა. ეს იქნება 1000 და განვლავოთ 10-ზე, 10.000. განვლავოთ 0 და 0 და 2. 1 2 3 4 1 2 3 და 4. აი ესე გამოვა რა 0. ესე იგი ეს გამოვა ამონგდები ძალა არის 0.2 ნიუტონი. F A არის 0.2 ნიუტონი. 0.2 ნიუტონი. და მასა რამდენი იქნება ხო ამ სხეულის? მასა არის mg, ხო? mg დავუშვათ არის 0.2 ნიუტონი რა, 0.2 შტოლი რო აიღო mg, ჟ რამდენი m რამდენი გამოდის? m გამოდის 0.2 და 0.2 კილოგრამი, ანუ 2 მიასედი. 2 მიასედი კილოგრამი არის 20 გრამი. 20 გრამი.
ესე იგი, მაგრამ ახლა შეხედეთ ეს 20 გრამი რა არის 0,2 ნიუტონი, 0,2 ნიუტონი, ეს არის ამონგდები ძალა, რომელიც ამაზე მოქმედებს. ეს ამონგდები ძალა აი ამას ასუსტებს აქეთა ძალას. მაგრამ ნიუტონის მესამე კანონის თანახმად, რა ძალითაც ეს წყალი მოქმედებს საწონზე, იგივე ძალით მოქმედებს საწონი წყალზე. ესე იგი, ეს 0,2 ნიუტონი ძალა აი ამას ქვემოთაც აწვება ამას. ამრიგად, ამის გასაწონასწორებლად მარტო 0,2 ნიუტონის ძალით მოქმედება არ ეყოფა რა. ამაზე უნდა ვიმოქმედოთ 0,4 ნიუტონით, ორჯერ მეტი ძალის მქონე საწონი უნდა დავადოთ ამას. ესე იგი, ისეთი საწონი უნდა დადო, რომ სიმძიმის ძალა ქონდეს 0,4 ნიუტონი, ხო? ეს არის 40 გრამი. 20 გრამს უნდა მივუმატო კიდე 20 გრამი რა. ესე იგი, 40 გრამი უნდა იყოს ამ საწონის მასა. აი აქ აუცილებელია რომ გავითვალისწინოთ ნიუტონის მესამე კანონი, ესე იგი, რა ძალითაც საწონზე მოქმედებს, აი წყალში რო ჩაუშვებ, წყალი ხო მოქმედებს ამ საწონზე, ამონგდები ძალით. იგივე ძალით საწონი მოქმედებს ამ წყალზე. ესე იგი, ეს ძალა ამას აქ დააწვება, ის კიდე ამას აი აქ მას იზავს, რა ქვია, შეამსუბუქებს, ხო, აქეთ საპირისპიროდ იმოქმედებს და ესე იგი, წონასწორობის აღსადგენად ჩვენ უკვე დაგვჭირდება ასე ვთქვათ 40 გრამი საწონის გამოყენება. მადლობა ყურადღებისთვის. წარმატებებს გისურვებთ. თუ რომელიმე ამოცანა განსაკუთრებით გაინტერესებთ, შეგიძლიათ მომწეროთ ამის შესახებ და შეიძლება რომ თქვენთან ერთად გავარჩიოთ.